ჩვენ უნდა შევისწავლოთ დღეს და ამ დღეებში Web 2.0 ინსტრუმენტები. ძალიან განზოგადებულად განვიხილოთ თითოეული რა არის. ესე იგი, Web 2.0-ს ვსწავლობთ, Web 3.0 ჯერჯერობით აქ არ გვაქვს და Web 1.0-ზე რატომ არ ვსაუბრობთ. მოდი ეგ განვიხილოთ რა არის Web 1.0. ინტერნეტის განვითარების ეტაპებია ფაქტიურად ეს, ანუ ისეთი კავშირები, მაგალითად Web 1.0 იყო ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც შეგვეძლო მხოლოდ წაგვეკითხა ინფორმაცია. ინტერნეტში შეგვეძლო მოგვეძებდა ინფორმაცია და მხოლოდ წაგვეკითხა. ეს იქნებოდა სტატია, წიგნი თუ რამე რეკლამა. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებდით ინტერნეტში. აი ამას ერქვა Web 1.0. ანუ არანაირი კომუნიკაცია, სოციალური ქსელები მაშინ არ იყო და შეუძლებელი იყო უბრალოდ. და ასევე შეუძლებელი იყო ელექტრონული კონტენტის რედაქტირება, რომ შეცვლილიყავი და შენი დაპოსტილიც კი რომ შეგესწორებინა, ეს შეუძლებელი იყო. მხოლოდ ატვირთვა და წაკითხვა იყო შესაძლებელი. Web 2.0 ეს არის სივრცე, სადაც უკვე შეგვიძლია მოვიძიოთ, გადმოვწეროთ და ვარედაქტიროთ რამე ინფორმაცია და განვიხილოთ ყველა რესურსი სხვადასხვა მულტიმედიურ ფორმატში წარმოვადგინოთ. ან გავავრცელოთ. და Web 2.0-ში უკვე შესაძლებელია სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ურთიერთობის დამყარება. სოციალური ქსელები არ არის მხოლოდ Facebook-ი და Twitter-ი, ეს არის მაგალითად ბლოგების წარმოშობა მოხდა Web 2.0-ის ფარგლებში, YouTube არხი იგივე Web 2.0-ის ინსტრუმენტია და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველა რესურსი ისეთ ფორმატშია შექმნილი, რომ თავად ჩვენც და მომხმარებელსაც შეუძლია უკვე რედაქტირება და თანამშრომლობა. აი მაგალითად რაც ეხლა გავაკეთეთ. აი ეხლა რომ მე გაგიზიარეთ რაღაცა ფაილი და თქვენ რომ მიიღეთ მონაწილეობა მასში, ეს უკვე არის Web 2.0-ის შესაძლებლობები. ესე იგი, მე გავაზიარე ფაილი და მონაწილეებმა შეიტანეს თავის კონტრიბუცია, ანუ თვითონ გააკეთეს რაღაცეები შიგნით, შეცვალეს თვითონ. ესენი უკვე განვიხილეთ, წინა მოდულში ჩვენ რუკებიც გავაკეთეთ, ტექსტებიც გავაკეთეთ, რომლებშიც შევდიოდით, ვაკორექტირებდით, ერთად მუშაობდით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის Web 2.0. რაც შეეხება Web 3.0. Web 3.0 შემთხვევაში მომხმარებელი არა მხოლოდ იყენებს ციფრულ რესურსებს პროდუქტების შესაქმნად, არამედ თავადაც შეუძლია ციფრული რესურსის საიტის გაუმჯობესება, ცვლილებების შეტანა. ეხლა თქვენ კი შევისწავლეთ Web 2.0-ს, მაგრამ Web 3.0-ის შემთხვევას ხომ ვერ დამისახელებთ, როცა მომხმარებელი თვითონ აუმჯობესებს საიტს. აი ერთ დღეს წარმოიდგინეთ, რომ YouTube-ზე გინახავთ YouTube-ი ყველას, YouTube-ზე დევს უამრავი ვიდეო და ვისია YouTube-ი? რომ ეს არის Google-ის საკუთრება რა? ძირითადად სხვები დებენ ვიდეოებს, ხო? Google არც კი ჩანს საერთოდ. ერთ დღეს რომ ყველა მომხმარებელმა გადაწყვეტოს, მოდი ჩემ ვიდეოს წავშლიო, რა მოხდება? დარჩება მხოლოდ YouTube-ის სათაური, მეტი არაფერი. ფაქტიურად YouTube-ს ვინმე კი არ აწარმოებს, YouTube-მა ჩვენ მოგვცა პლატფორმა და ჩვენ ვართ მისი უფასო მსახურები. რა ხდება სოციალურ ქსელში, Facebook-ში? ანუ ჩვენ ვართ მისი მომხმარებლები, ჩვენ ვქმნით კონტენტს. აი ეს არის Web 3.0, უკვე ჩვენ ვაუმჯობესებთ ამ პორტალებს და საიტებს. ვურთიერთობთ, ვცვლით რაღაცებს და ჩვენ თვითონ ერთიანად ყველა ერთად ვცვლით ამ პორტალებს.